ამით მომისმინეთ, რაღაც მინდა მოგიყვეთ, საბჭოთა ტერორის დასაწყისში, როდესაც რეპრესიებმა ესეთი მასშტაბები მიიღო, რომ ადამიანებს კონვეიერით ხოცავდნენ, უკვე იყო ესეთი მიდგომა ხალხში რა, რომ დღეს შენ მოკვდი და მე ხვალე მოვკვდებიო რა, ანუ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი რო ვიცით ხოლმე რა ქართველებმა ნათქვამი რა და ისაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება, ან ჩვენ გაგვაერთიანებს და მივხვდებით, რომ ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანის მოტაცება ქუჩიდან არის თითოეული ჩვენთაგანის ღირსების შელახვა და გვაგდებენ იმ მდგომარეობაში, როცა ჩვენ თავში იხარშება აზრი, რომ დღეს შენ მოკვდი და მე ხვალე მოვკვდები და გვაქცევენ რაღაცა მონურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ჭიანჭველებად, რაღაც არაადამიანებად და რაღაცა ზომბებად, ან ჩვენ ისევ დავიბრუნებთ ისეთ ქვეყანას და გავაგრძელებთ მის გაუმჯობესებას, როგორც გვეკადრება. და დაწყებული, დაწყებული იმ სინდისის პატიმრებიდან უკვე რომელიც წელიწადზე მეტი არის სიხეში სხედან. გაგრძელებული ის რაც ვერ ქნეს ბოლომდე ლევან ჯობავას შემთხვევაში, ის რასაც ახლა ცდილობენ გელა ხასაიას შემთხვევაში და ასე შემდეგ. ან ამაზე გვექნება ტოტალური რეაქცია, ნეგატიური და ამას არ გავაკეთებინებთ, ან სათითაოდ მოგდგებიან ესე და გამოკვეტავენ ციხეებში. და რაღაცა არ ვიცი როგორ შეიძლება შენ ქვეყანაში და შენ ქალაქში ესე ქუჩიდან იტაცებდნენ უდანაშაულო ადამიანებს და დანაშაულს უდებდნენ, ნარკოტიკის ჩადება და იარაღის ჩადება გაგვიგია აქამდე, მაგრამ მოტეხილი ხელის ჩადება ამათი დედა მოვტყან ბოლოს და ბოლოს. რაღაცას საზღვარი და წერტილი უნდა კონდეს და ეს წერტილი უნდა დავსვათ ჩვენ.